მშვიდობა უდრის მომავალს. ასე ერქვა გამოფენას, რომელიც აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრისა და აფხაზეთის შემოქმედ ბავშვთა და ახალგაზრდობის კავშირ მომავლის ხმის ორგანიზებით მოეწყო. აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების ნახატების გამოფენა ვალერი არქანიას სახელობის არტ გალერეაში შედგა და იგი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დაბადებიდან 92 და აღსაღდრებიდან 38 წლის თავს მიეძღვნა. მოხარული ვარ, რომ ამ გამოფენის ორგანიზატორი აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრია. ჩვენმა თანამშრომელმა ნონა ბერაიამ და ასევე სხვებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეს ღონისძიება ლამაზი გამოსულიყო. თავისთავად შესანიშნავია, როდესაც ბავშვები თავიანთ სულიერ სამყაროს ასე გამოხატავენ. ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ხელისუფლების წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საპატრიარქოს წარმომადგენლები, ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები. გამომცვლელებმა მოიწონეს ნორჩი მხატვრების ნამუშევრები და მსგავსი პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ეს ბავშვები ჩვენ გვაჩვენებენ სულ სხვანაირ მსოფლიოს, მათი თვალით დანახული, რაღაც ალალი, რაღაც საოცარი სიყვარული, რაღაც უკვე ზრდასრული ადამიანი ასე ალალად ვერ აღვიქონს ბუნებას. საოცარი გამოფენაა. თბილისში დავიბადე და გავიზარდე. სამწუხაროდ არც კი ვარ ნამყოფი აფხაზეთში და ჩემი ერთ-ერთი დიდი სურვილია, რომ წავიდე და დავხატო მისი არაჩვეულებრივი ბუნება. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საპატრიარქოს ფოლკლორულმა ანსამბლმა შავლეკომ, ფოლკლორის ეროვნული სკოლის, ხელოვნების სკოლა აფხაზეთი 1-ის და აფხაზეთის შემოქმედ ბავშვთა კავშირ მომავლის ხმის აღსაზრდელებმა.